20 საათია რვიანია ეთერში საღამომშვიდობისა გადაცემაში დღეს თქვენ ნახავთ. ევროკავშირი საფრანგეთის სამხედრო დახმარებას მხარს დაუჭერს. რუსეთის პრეზიდენტი სირიაში სამხედრო ოპერაციის გააქტიურებას მოითხოვს. რაზე ჩამოყალიბდება მსოფლიო, რა ინტერესი გაივლის საქართველოზე. რვიანში თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და შეკითხვები მასთან საგარეო და შიდა თემებზე. რას ფიქრობს ის რუსთავი ორზე? რას ამბობს უშუალო ოპონენტ პატრიოტთა ალიანსზე? ოპოზიციამ რა იცის რა არის ბიუჯეტი საერთოდ ბიუჯეტის მუხლებს შორის სად რა როგორ უნდა გადაიტანო და გადმოიტანო არ იციან და საკრებულომ დედაქალაქის გაზრდილი ბიუჯეტი მიიღო. იგრძნობენ თუ არა ამას მოქალაქეები. იმედია რომ ახლა მაინც იქნება ქალაქზე და ამ ქალაქის მოსახლეობაზე გათვლილი ბიუჯეტი და არა კისრების და ღაბების დასკელებაზე. ერმა დავით არმანიამ აბსოლუტურად არ იცის ქალაქის პრიორიტეტები და რაც თავარია თანხები იფრანგება უმიზნოდ. დებატები რვიანში. საფრანგეთის ხელისუფლებამ დღეს სამხედრო მხარდაჭერის თხოვნით ევროკავშირს მიმართა. ევროკავშირმაც თქვა, რომ დახმარება იქნება. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ სპეცსამსახურებს ამ მომენტისთვის კონტროლზე 10,500 რადიკალი ჰყავს. საყვანილი მოხერხდება თუ არა ტერორისტული გეგმების პრევენცია. რა ფორმით გადაიკეთება დასავლეთისა და რუსეთის უსაფრთხოების ინტერესები. შეძლებს თუ არა საქართველოს მოცემულობის პრაგმატულად გამოყენებას და საკუთარი უსაფრთხოების დაცვას. ამ და კიდევ შიდა თემებზეც ვისაუბრებ დღეს ჩვენ სტუმართან. თინა ხიდაშელთან, თავდაცვის მინისტრთან, საღამომშვიდობისა ქალბატონო თინა, მადლობა რომ გვეწვიეთ გადაცემაში. საღამომშვიდობის, მივესალმებ თქვენს მაყურებელს და ძალიან სასიამოვნო რომ კიდევ ერთი ეთერი აქვს ქართულ მაყურებელს იმისათვის რომ მოისმინოს დებატები და პოლიტიკური სიტყვა. დიდი მადლობა. ბოლო ინფორმაციით მინდა დავიწყოთ. ვრცელდება ასეთი ცნობა, რომ პრეზიდენტს სურს უშიშროების საბჭოს მოწვევა და გეგმიურადაც ეს ნოემბერში უწევდა. და აქვე არის ინფორმაცია, რომ ministrების ნაწილი კვლავ არაპირებს მისვლას უშიშროების საბჭოზე, მათ შორის თქვენი გვარით სახელდება. არა, ეს არის სიმართლე. მე დღეს დამისვეს ამაზე შეკითხვა, მედიამ ჩემგან გაიგო საერთოდ მე ვფიქრობ ეს ამბავი. დიახ, ჩვენ მივიღეთ დღეს გზავნილი უშიშროების საბჭოდან ასეთი სხდომის მოწვევის ინიციატივით და მე ბუნებრივია რომ ჩემი კალენდარი გავგზავნე. მე ნათქვამი მაქვს, დღესაც ვიმეორებ იმ ინტერვიუში თქვი, არ ვიცი ეს ემოცია რატომ დარჩა, რომ საქართველოს პრეზიდენტი არის ქვეყნის მთავარსარდალი და რა თქმა უნდა ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც მას თავდაცვის მინისტრთან საუბრის რა ფორმატშიც გნებავთ, იქნება ეს უშიშროების საბჭო თუ რაიმე სხვა ფორმატში სურვილი, ინტერესი და საჭიროება აქვს, მე ყოველთვის მზად ვარ. უბრალოდ დღეს როდესაც მეუბნებიან, რომ ხვალ პირობითად ხვალ უნდა იყოს ეს შეხვედრა, ჩვენს ვიზიტები გვაქვს დაგეგმილი, ამიტომ მე 3 დეკემბრის შემდეგ თბილისში ვარ და მათ იციან ჩემი განრიგი უკვე და მე პრობლემა არ ხარ თბილისში და ეს არის ერთადერთი მიზეზი. ეს არის ერთადერთი მიზეზი, რა თქმა უნდა. ისე მიგაჩნიათ აუცილებლად ახლა ასეთ თემებზე უშიშროების საბჭოს ფარგლებში საუბარი და ჩვენ ხოლმე უსაფრთხოების საბჭოს ხდომა გვაქვს დილით, მე მიმაჩნია რომ ეს არის თემები, რომელზეც ახლა ფორმატები არ არის იმდენად პრინციპულად მნიშვნელოვანი, რამდენადაც თავისთავად უწყებების ქმედებები, საქმიანობა არის მნიშვნელოვანი. მე პირადად გუშინ საიდუმლო ბრძანება გამოვეცი, რომლითაც იმ ნაწილში და იმ ფარგლებში, რაც თავდაცვის სამინისტროსთვის, სამინისტროს ეხება და თავდაცვის სამინისტროს მანდატი, რაზეც ვრცელდება მოქმედებების და გეგმების დავალება გავეცი, დარწმუნებული ვარ, რომ აბსოლუტურად ანალოგიური ვითარებაა ყველა სხვა უწყებაში. ყოველთვის მნიშვნელოვანია და კარგია, როდესაც არის ფორმატები, სადაც ჩვენ მინისტრებს შეგვიძლია გარდა იმისა, რომ ხომ პირადად არც სხვა რომელიმე მინისტრთან კომუნიკაციის პრობლემა არ გვაქვს, ტელეფონზე საუბარს ამ თემებზე, რა თქმა უნდა, ყოველთვის ჯობს რომ შევიკრიბოთ და ვისაუბროთ. ხვალ დილით იქნება უსაფრთხოების საბჭოს ხდომა, ბევრ თემაზე იქნება საუბარი, მათ შორის ამ საკითხებზეც და ბუნებრივია რომ პრეზიდენტს თუ აქვს ამისი სურვილი, ანალოგიური არის რომ პრეზიდენტთანაც ასეთი საუბარი უნდა შედგეს. უბრალოდ კიდევ ერთხელ ვამბობ, სამწუხაროდ მე პირადად არ ვიქნები, თუმცა თუ ეს იქნება ამ რიცხვებში. არ არის ეგ საუბარი რომ აი ზამეც ხვალანზე უნდა იყოს. საუბარი იყო სწორედ იმაზე, რომ უნდა ჩავატაროთ და გვაცნობეთ თქვენი მოგზაურობის გრაფიკი. თუმცა განსხვავებული პოზიცია აქვს როგორც ჩანს მინისტრთა კაბინეტის ბევრ წევრს. ხო, მე არ ვიცი, იმიტომ რომ თქვენ ჩემი პოზიციაც ასე გქონდათ, მან მოწოდებული, ამიტომ ეს ნამდვილად სიმართლეს არ შეესაბამება. მე არ ვიცვლი პოზიციებს, რაღაცა კვირეების მიხედვით მე პირველი დღიდან ვთქვი და დღესაც იგივეს ვიმეორებ და ვადასტურებ, რომ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი არის ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი და თავდაცვის მინისტრი ვალდებულია
ყოველთვის იყოს ამ პროცესის დისკუსიის, შეხვედრის, სხდომის, რა ვიცი, რაც გნებავთ. ნებისმიერი ფორმატის მონაწილე, უბრალოდ რა თქმა უნდა გაგება არის კორექტული და ეს ურთიერთგაგება არსებობს, რომ ეხა ესე შეიძლება ვიღაცა სადღაცას იყოს. მე ბერლინში მაქვს მაგალითად ვიზიტი და მგონია რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩემი ბერლინში ვიზიტი იმაზე, ვიდრე რაღაც ხდომაზე ვიჯდე, რომელზეც შეიძლება ჩემი პოზიცია ან თავდაცვის პოზიცია სხვა ადამიანებმაც მიიტანოს. ვინც ერთმნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ მსგავს საკითხებზე მსჯელობა არა პრეზიდენტის, არამედ პრემიერის პრეროგატივაა. მე მიმაჩნია, რომ ეს ამ წუთას და იმედი მაქვს, რომ ეს ასეც დარჩება. ეს არის კრიზისების მართვის საბჭოს მანდატზე თუ ვისაუბრებთ და საკანონმდებლო რეგულაციაზე. ფარგლებში განსახილველი საკითხი თუ კი რამე გადაწყვეტილებამდე უნდა მივიდეთ რეკომენდაციები უნდა გავცეთ ეს უნდა მოხდეს კრიზისების მართვის საბჭოს ფარგლებში მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ ეს არ გამორიცხავს დისკუსიას ინფორმაციის გაცვლას სხვა ფორმატებშიც და მათ შორის უშუალოდ საბჭოს ფორმატშიც თუ ვლაპარაკობთ გადაწყვეტილების მიღებაზე კიდევ ერთხელ ვამბობ დიდი იმედი მაქვს რომ ეს დარჩება იმ ფარგლებში რასაც ფარავს კრიზისების მართვის საბჭო და არ გადავალთ ჩვენ საომარი მოქმედების ან ისეთი ტიპის გადაწყვეტილების მიღების პროცესში რაც უშუალოდ საბჭო ჭირდება. რაც შეეხება თვითონ საფრთხეებს, თქვენ თავდაცვის მინისტრი ბრძანდებით შესაძლოა ბევრი რამ ვერ თქვათ, ახლა ბრძანდეთ კიდეც რომ გუშინ გამოეცით ერთ-ერთი ბრძანება, რომელიც შინაარსს ბუნებრივად ჩვენ ვერც კი ვიკითხავთ, იმიტომ რომ ვიცით რომ შინაარსი სწორედ შემიძლია გითხრათ, ოღონდ იმას მე რა მოყვება იმას ვერ გეტყვით, რომ შინაარსს დავალება, ამიტომ ეს ასე გებია. თუმცა თქვენ როგორც თავდაცვის მინისტრი მიიჩნევთ თუ არა რომ საქართველოს ჭირდება ამ მომენტისთვის განსაკუთრებული უსაფრთხოების ზონების მიღება. განსაკუთრებული თუნდაც იმიტომ რომ გავრცელებული ინფორმაციით გურჯისტანის ვილაიეთი უკვე სახეზეა ISIS-ის მიერ შექმნილი და საქართველოდანაც ბევრი ადამიანია გასული თანამონაწილედ აი ამ კამპანიას. შეიძლება სხვადასხვა ორგანიზაციებმა, ტერორისტულმა ორგანიზაციებმა, მათ შორის სხვადასხვა მოვლენებს, სხვადასხვა ცნებებს საკუთარი სახელები დაარქვან, ეს არ ნიშნავს რომ ეს აუცილებლად იმ ფუნქციის ან იმ საფრთხის მატარებელია, რაც სახელში იგულისხმება ან სახელიდან გამომდინარეობს. ჩვენ არანაირი პანიკის საფუძველი არ გვაქვს, მე არ ვიცი კიდევ ერთხელ ვამბობ, რას ეძახის და გურჯისტანის ვალაიეთისთვის როგორ არის გაგებული, მაგრამ ეს რომ დღეს საქართველოს არანაირი მსგავსი ტიპის საფრთხის წინაშე არ იმყოფება, ყოველ შემთხვევაში იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც ჩვენ შესაბამის სამსახურებს აქვთ, ეს ფაქტია. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არც არაფერი არ ხდება და ეხლა ნუ აი ესე ვზივართ ეთერში ვლაპარაკობთ და რაღაც სხვა ამბებით ვართ დაკავებული მხოლოდ. საერთოდ ჩვენ ისეთ რეგიონში ვცხოვრობთ, რომ ამ საფრთხეების ალბათობა ყოველთვის არსებობს, ამიტომ არის უბრალოდ რომ განსაკუთრებული ყურადღება არის გადატანილი უსაფრთხოების სამსახურების საქმიანობაზე, განსაკუთრებული მასშტაბური კოოპერაცია თანამშრომლობა მიმდინარეობს ჩვენს პარტნიორებთან სწორედ დაზვერის გნებავთ, კონდაზვერის გნებავთ, ნებისმიერი სხვა მიმართულებით უსაფრთხოების ზონების გაძლიერების თვალსაზრისით SNGP-ის პაკეტშიც კი ან უელსში მიღებული ნატო საქართველოს პაკეტშიც კი არის გათვალისწინებული კომპონენტი, რომელიც ერთობლივ საქმიანობას სწავლებებს, ღონისძიებებს გულისხმობს თავდაცვის სამინისტროს უსაფრთხოების სამსახურსა და ნატოს შესაბამისი ქვეყნების შესაბამის სამსახურებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ერთხელ ეს არ არის პირდაპირ მნიშვნელობით თავდაცვის სამინისტროს ქვეშ მყოფი საქმიანობა, მაგრამ დიახ, სწორედ იმიტომ, რომ ამ რეგიონში ვარ, სწორედ იმიტომ, რომ საქართველოს დემოკრატიული ქვეყანაა და თავისუფალი სამყაროს წევრობის პრეტენზია აქვს, იმიტომ რომ ჩვენ პირველ დღიდანვე შევუერთდით ანტიტერორისტულ კოალიციას, იმიტომ რომ ჩვენ ბევრი წელი ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილეობთ ავღანეთში, რა თქმა უნდა, ეს არავის მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს. მე ვერ ვიტყვი, რომ დღეს რაიმე განსაკუთრებული წითელი როგორც ვთქვი, ნატურები უნდა ავანთოთ და რაღაცა საფრთხის ამ ხარისხზე უნდა ავიდეთ, მაგრამ როდესაც ასეთი რამ ხდება პარტნიორ მეგობარ ქვეყანაში ნებრივია რომ შენც საჭიროდ თვლი რომ უფრო მეტი პრევენცია იყოს, უფრო მეტად გაამკაცრო უსაფრთხოების ზომები, ვიდრე ეს ვთქვათ გუშინ და გუშინ. თქვენ პარტნიორები ახსენეთ ამ პროცესში საქართველოს მარტო არ არის. არა, საქართველოს საერთოდ მარტო არ არის, არც ამ პროცესში და არც ჩვეულებრივ პროცესში, როდესაც ვთქვათ მსგავსი საზარელი ამბები არ ხდება ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში, ჩვენი ქვეყანა და ჩვენი შეერაღებული ძალები მე ხამ შემთხვევაში ბუნებრივია უფრო მეტად თავდაცვის სისტემაზე შემიძლია ვისაუბრო, მუდმივად თანამშრომლობის რეჟიმში იმყოფება და ეს თანამშრომლობა ხან იმით გამოიხატება დანახულად
იმიტომ რომ გარდა იმისა, რაც კადრშია, უამრავი სხვა რამ ხდება კადრს მიღმა, მაგრამ დანახულად მუდმივად ეს ხან იმაში გამოიხატება, რომ საქართველოში არიან ჩვენი პარტნიორი ქვეყნის სამხედრო ძალების წარმომადგენლები და ჩვენ ერთობლივი წვრთნების რეჟიმში ვართ, ხან იმაში გამოიხატება, რომ პირიქით ჩვენები იმყოფებიან, მაგალითად გერმანიაში, სადაც ყველაზე უფრო ინტენსიური და ხანგრძლივი არის წვრთნები ჩვენი შეერაღებული ძალების წარმომადგენლებისთვის. ეს სხვადასხვა ფორმებს იღებს, სხვადასხვანაირად ხდება თქვენ კამერებში, სხვადასხვანაირად ხდება საინფორმაციო საშუალებებში, მაგრამ ამას გარდა არის უზარმაზარი სივრცე, რომელიც რა თქმა უნდა დახურულ კარს მიღმა არის ამ თანამშრომლობის. საქართველოს მარტო არ არის, საქართველოს ისევე როგორც საქართველოს არის სანდო, საიმედო, ადვილად გათვლადი, წინასწარ განჭვრეტადი პარტნიორი, რომლის იმედიც აქვთ ჩვენს პარტნიორებს, ზუსტად ასევე ბუნებრივია, რომ ჩვენ ყოველთვის გვაქვს იმედი ჩვენი პარტნიორების. თვითონ ეს წითელი ნათურის ანთება, რაც თქვენ თქვით, მოვისმინე ბევრი ექსპერტის მოსაზრება, არაერთი ექსპერტის მოსაზრება, რომლებიც მიიჩნევენ, რომ აი ამ წითელი ნათურის ანთება დღეს რუსეთის ინტერესშია. იმისათვის, რომ კონტექსტი შეიქმნას ასეთი, რომ დღეს მოდით გადავდოთ საუბარი ოკუპაციაზე გვერდით და საერთო პრობლემას, ტერორიზმს მივხედოთ. შესაძლოა, რომ საქართველოს რაღაცა თვალსაზრისით აღმოჩნდეს აი ამ სეგმენტში რუსეთის პარტნიორთა შორის. ძით ეს ჩვენ პრინციპში დღეს არ არის პირველი დღე, როდესაც ამაზე ვსაუბრობთ. არ ვიცი თუ გახსოვთ, მე მგონი თქვენ ეთერში გვისაუბრია ამის შესახებ სხვა ეთერებში. მანამდე რომ სწორედ ISIS-ის განმომავალი საფრთხიდან გამომდინარე, იმ პროცესიდან გამომდინარე, რომელიც მაგალითად ჩრდილოეთ კავკასიასთან მიმართებაში დაგეგმა, გაახმოვანა, ისაუბრა ამ ტერორისტული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა. იქ ჩანდა ფანჯარა შესაძლებლობის, რომ რუსეთის მხრიდან საფრთხის ხარისხის მასშტაბის ბოლომდე გაცნობიერების და გაანალიზების კვალ და კვალ ლოგიკური გახდებოდა დასავლეთის და რუსეთის დაახლოება, ამ ცივი ომის რაღაცა ნიშნების საბოლოოდ მოსპობა, დიალოგის რეჟიმზე გადასვლა და შესაბამისად გადაწყვეტილებების მიღება ყველა იმ პრობლემის მოგვარებისთვის, რაც რუსეთსა და დასავლეთს შორის დგას ამ წუთას როგორც პრობლემა. ამის იმედი იყო, ძალიან ბევრი საუბარი იყო ამაზე თბილისშიც, ვაშინგტონშიც, ბრიუსელშიც, ნებისმიერ დედაქალაქში. სადაც ადამიანები გვაქვს მოლოდინი, რომ რაციონალური აზროვნება, რაციონალური არგუმენტები, პრაგმატული პოლიტიკა, შენი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე და შენი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფიდან გამომდინარე, იქნებოდა პრიორიტეტული. იმ თქვათ ამბიციაზე, ველიკაძირჟაულ ამბიციებზე, რომელიც მუდმივად ისმის მოსკოვიდან. სამწუხაროდ ეს არ აღმოჩნდა ეს პრაგმატული პოლიტიკა და ეს რაციონალური არგუმენტაცია რეალობა და ჩვენ ამ ხნის განმავლობაში რაც ტერორიზმის საწინააღმდეგო კოალიცია არსებობს, ანტიტერორისტული კოალიცია არსებობს, ვერ ნახეთ. პარიზის მოვლენების ფონზე თუ კი ეს ყინული გარუღება და თუ კი აღქმა დანახვა საფრთხის მასშტაბის მათ შორის კიდევ ერთხელ ხაზგასმის თუ ამბობ პოტენციურად რუსეთის მიმართ თუ რუსეთის მიერ გახდება ადეკვატური, მე ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ წარდგება 21 საუკუნის მსოფლიოს. აი ეს ფოტო, რომელიც ჩვენ ნახეთ ობამას და პუტინის ერთობლივი, ეს პრაგმატული ინტერესი არის საქართველოში ამ კომუნიკაციის არსებობა საქართველოსთვის. რა თქმა უნდა, საქართველოსთვის ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მომგებიანი. საქართველოს მომარგაევლის ეს ერთობლივი ინტერესი შემთხვევით. სწორედ ეს არის თავარი წეანდება, ალბათ, რაც უნდა ვთქვათ ასეთ დროს. მე, როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ადამიანი, რომელსაც ძალიან ბევრი წელია მაქვს ძალიან ახლო ურთიერთობა დასავლურ სამყაროსთან, რომელიც კულისებს მიღმა და კულისებს ორივე მხარეს ყოფილ ვარ. და ყველანაირ პრინციპში დიალოგში და საუბარში მიმიღია მონაწილეობა. ვარ ღრმად დარწმუნებული, რომ ასეთი გადაწყვეტილება პარტნიორების ერთგული თანაგვერდში მდგომი პარტნიორების მიმართ არასოდეს არ მიიღება შენი იგნორირებით. ვიცით რა ეს და თუ ჩვენ ორივე შევთანხმდებით იმაზე, რომ ეს არის მოცემულობა, მე და თქვენ მხარდამხარო ვიბრძვით ავღანეთში 10 წლის მანძილზე და ერთად ვართ ამ ბრძოლის მონაწილე. თუ ეს არის მოცემულობა, რომ ამ პარტნიორობას ვერაფერი წინ ვერ დაუდგება. მაშინ რა თქმა უნდა საქართველოს პრაგმატული ინტერესებში არის ის ფოტო, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად ვნახეთ და რომელიც დიდი ხანია აღარ გვინახავს. სოციალურ გარემოში ობამას პუტინის შეხვედრა არაოფიციალურად მაგიდის გარშემოს ბევრი კამერებით და ბევრი თანაშემწეებით, რომლებიც ნოუთებს აკეთებენ, არამედ აი ესეთი პირადი შეხვედრა, სადაც უფრო მეტი შესაძლებლობა არსებობს გულწრფელი საუბრის და მარტივად პრობლემების დანახვის.
ეს არის საქართველოს ინტერესში. ისევ და ისევ იმ დათქმით, რომ ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ არც ერთი გარიგება, არც ერთი მორიგება, არც ერთი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული საქართველოს ხარჯზე. და ვერ მოხდება ესე, რომ დღეს ყველა მუცბად თქვას, რომ საქართველო აღარ არსებობს, გაქრა. და ერთადერთი პრობლემა ეს არის, ვთქვათ, X ტერორისტული შეტევა. ეს ესე არ ხდება, განსაკუთრებით პარტნიორებს შორის და ამისი თეორიული ალბათობაც კი არ არსებობს. თუმცა აი 2001 წლის შემდეგ ნატო უპრეცედენტოდ გაფართოვდა, რაღაც ასეთი იყო სტრატეგია. 7 ახალი წევრი მიიღო ნატომ. 11 სექტემბრის შემდეგ. 11 სექტემბრის შემდეგ. როგორ ფიქრობთ, თქვენი პროგნოზი როგორია? აი ამ თვალსაზრისით ჩაიკეტება დასავლური სამყარო თუ პირიქით გაიხსნება? თქვენ იცით, რომ მე თავს ვიკავებ ასეთი პროგნოზებისგან, იმიტომ რომ ჩემი მთავარი ამოცანა არის, რომ არც არასწორი მოლოდინები გავაჩინო ქვეყანაში და არც პირიქით ნიჰილისტური განწყობები არ იყოს საქართველოში. მე მინდა რომ ყველა ძალიან რეალისტურად უყურებდეს მომავალს. ბევრნაირი შესაძლებლობები ჩნდება ხოლმე პერიოდულად. ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს, რომ თავარია ქვეყანა იყოს მზად ნატოს წევრობისთვის და ის პოლიტიკური მომენტი აუცილებლად დადგება. რაღაც მოხდება ისეთი, რაც შეატრიალებს, ვთქვათ, პოლიტიკური კლასის იმ ნაწილის განწყობებს თუ გადაწყვეტილებებს, ვინც დღეს უფრო მეტად დაფიქრებულია შედეგებზე ასეთი გადაწყვეტილების მიღების, მაგრამ მე ნამდვილად არ შემიძლია ახლა აქ რაღაც სპეკულაციებით დავკავდე და ვთქვა, რომ აი ეს იყო ის მომენტი, რის შემდეგაც ზუსტად იგივე ეფექტს მიიღებენ ასპირანტი ქვეყნები, ამ შემთხვევაში საქართველო და მონტენეგრო, რაც ვთქვათ 11 სექტემბრის შემდეგ მოხდა ბალტიისპირეთთან მიმართებაში, როდესაც პრაქტიკულად წინა დღეს მათ ჯერ კიდევ ეუბნეოდნენ, რომ არც კი ეფიქრათ წევრობაზე და პრაქტიკულად მეორე დღეს უთხრეს, რომ მოემზადეთ წევრობისთვის. ის იყო ის მომენტი, იმ მომენტისთვის მახასიათებელი რეალობა, ეს იყო ბუშის ამერიკის შეერთებული შტატები, ჩვენ დღეს გვაქვს სხვა რეალობა. ჩვენ არ ვიცით შოკიდან გამოსული დასავლური სამყარო რა გზაზე დადგება. მაგრამ ერთი რამე რაც გადაწყვეტილების მიღების ნაწილში, მაგრამ ერთი რამე რაც ზუსტად ვიცით, ეს არის რომ ნებისმიერი გადაწყვეტილების თანამონაწილე იქნება საქართველო. ეს ვიცით ზუსტად. არც საქართველოს ხარჯზე მოხდება რამე და არც საქართველოს გარეშე მოხდება რამე. დანარჩენი უნდა ჩვენი მცდელობები გავაძლიეროთ, ბუნებრივია და ამ ვითარებაში კიდევ უფრო მეტად აქტიურები ვიყოთ და მეორე მხრივ უნდა დავალოდოთ ასევე იმ პროცესს, რომელიც უკვე დაიწყო აგერ თურქეთში 2 დღის წინ. საქართველოს და ერთ-ერთი შიდა პოლიტიკური ეპიცენტრი კანცელარიასთან, სადაც თქვენ ხვალ მგონი მოგიწევთ მისვლა, ხომ? სადაც ეს მოშიმშილეები არიან და პრაქტიკულად როგორც ამ დღეებში ბევრჯერ ვიყავი რომ რაღაც მაინც რომ ჩაუვლით ხოლმე აი მოშიმშილეებს, რომლის ძირითადი სეგმენტი მაინც რესპუბლიკური პარტიაა, თქვენ ხშირად გახსენებთ პატრიოტთა ალიანსის ლიდერი სხვადასხვა კონტექსტში, რომ აღარ გავიმეოროთ ახლა ყველას ნანახი აქ რამდენიმე მისი გამოსვლა, ირმა ინაშვილი. კი, მათ შორის მე რთმებით უნდა გამომათრიოს. დიახ, აი თქვენ მაინც ხომ არ გექნება თუ ხერხულობა, არავითარი ხერხულობა. თქვენ იყავით მსგავს პოზიციებში, ქუჩაში, როდესაც იბრძოდით კონკრეტული შიდა პოლიტიკური მოთხოვნა. არა, არასოდეს არ ყოფილა მსგავს პოზიციაში, მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება პრაქტიკულად შემიძლია ვთქვა უდიდესი ნაწილი მისი ქუჩაში მაქვს გატარებული და არასოდეს საშიმშილოდ არ დამჯდარვარ და არასოდეს არ მომიწონები არავის აქციელი, ვინც საშიმშილოდ ჩდებოდა. იმიტომ რომ ერთის მხრივ ეს არის სასოწარკვეთა, რომელიც პოლიტიკოსისთვის არ არის საკუთარ ინსტრუმენტი და მეორე მხრივ ეს არის შანტაჟი. როდესაც საკუთარი სიცოცხლით ვიღაცას აშანტაჟებ. ამიტომ არასდროს სოლიდარული არ ყოფილვარ ესეთი ადამიანების მიმართ. მე ეს არასოდეს მიკეთებია და არც დღეს არ მგონია რომ ეს არის პოლიტიკური ბრძოლის ფორმა. ეს ჩვეულებრივი შანტაჟი პოლიტიკური კლასის. რაც არის აბსოლუტურად მიუღებელი ფორმა პოლიტიკური ბრძოლის. ის შიმშილობა კიდე ცალკე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, მაგრამ ეგ არ არის ჩემი განსაჭირო. ქვეყანაში არის, ჩვენ ვართ დემოკრატიული ქვეყანა. ყველა ადამიანს შეუძლია ვისი სურათის ხშირად ნახვაც სიამოვნებს, იმის სურათი დაიგიდოს აქციაზე და უყუროს, ხან აგრესია გამოხატოს ამ სურათის მიმართ და ხან თმების თრევით, გამოთრევით დაემუქროს. ამაში მე მგონი ყველაფერი ნათელია. ეს ადამიანები, როდესაც ასე მეტყველებენ, ასეთი დამოკიდებულება აქვთ საკუთარი ქვეყნის მიმართ, ამ შემთხვევაში საქართველოში არ არის არც თინა ხიდაშელი, არც გიგლაგულაშვილი, არც რესპუბლიკური პარტია, მათი ბედი ნათელია, მათი ამბავი ნათელია, მათი არჩევანი ნათელია, მათი სიბნელის ხარისხი ნათელია. ამიტომ არავითარი უხერხულობა არ მაქვს, არავითარი, როდესაც ესეთი ბნელი ადამიანები ჩემს გადადგომას ითხოვენ. ეს ადასტურებს მე რაღაცას ძალიან სწორად ვაკეთებ. რაც მიუღებელია მოსკოვისთვის და ადამიანებისთვის, ვინც პირდაპირ იმართებიან. თქვენ მიიჩნევთ რას?
შეგიძლიათ დაგვიკონკრეტოთ, რომ შიმშილობენ გასაგებია ეს თქვენთვის მიუღებელი ფორმაა, ფიქრობთ, რომ ეს ნაკლებად არის სიბნელის გამოვხატული. აი რას გულისხმობთ? აი რა გადავდეთ იმ სატელევიზიო არხზე და უცბად დაინახავთ, რასაც გულისხმობთ. ძალიან მარტივია ამის. არ ეთანხმებით მათ პოზიციონირებას, არ ეთანხმებით მათ მე არ ვეთანხმები არაფერს, არც ერთ სიტყვას, რომელიც ამ ტელევიზიიდან ისმის. არ ვეთანხმები მათ პოზიციებს, მათ დამოკიდებულებებს, მათ მიერ დაყოფილ საქართველოს სარწმუნოების მიხედვით, დაყოფილ საქართველოს ეროვნების მიხედვით, მათ მიერ ჩარეცხილ მუსლიმებს, ანუ ამ იდეოლოგიას, რომ ისინი არ უნდა იყვნენ ისეთივე წევრები ჩვენი საზოგადოების როგორც სხვები. არ ვეთანხმები, არ ვიზიარებ. ვფიქრობ, რომ ჩემი ქვეყნის წარსულიც კი არ არის, იმიტომ რომ წარსულშიც არ ყოფილა ჩემი ქვეყანა ესეთი. საქართველოს ყოველთვის პროგრესზე ორიენტირებული ქვეყანა იყო, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, მათი არსებობა არის ყველაზე ნათელი დადასტურება და ის რომ მათ არავინ არ დევნის დღეს განსხვავებით წინა წლებისგან და არავინ პრობლემებს არ უქმნის, არის დასტური იმისი რა მასშტაბის და რა ხარისხის დემოკრატიაა დღეს საქართველოში. ბატონ თინა, თუმცა აი თქვენ როდესაც გასაგებია რომ არ ეთანხმებით მათ ბევრ რამეში, თითქმის არაფერში, უბრალოდ ფაქტია რომ მათ ყავთ ამორჩეველი და პროცენტულად ის დაახლოებით იმ კვადრატში ოპერირებს, რაშიც თქვათ წინა პერიოდში თქვენი პარტია ოპერირებდა. აი ამაზე რა სიტყვით, მათ ამორჩეველს რა შეგიძლიათ უთხრათ? ეხლა არ მიიღებს ამორჩეველი შეურაცხყოფად, როდესაც თქვენ ამბობთ მათ ლიდერებზე, მათ მიერ ხმამიცემულ ადამიანებზე, რომ ისინი არიან ბნელები. არა, რა თქმა უნდა, ეს ამორჩეველი შეურაცხყოფა არ არის, ეს ყველას არჩევანია, ყველა ადამიანი თავად ირჩევს, ვინ მოსწონდეს, ვინ იყოს მისი სიმპათიის ობიექტი და ვის მიმართ კონდეს აგრესია. სანამ ეს აგრესია რჩება მათ სამზარეულოებში და ქუჩაში რაღაცა ქვის როლით არ გამოიხატება. ამიტომ მე არავითარი პრობლემა არანაირ ამორჩეველთან არ მაქვს. დღეს ჩვენ ცხოვრობთ სამყაროში, სადაც მარი ლე პენი ერთ-ერთი ყველაზე უფრო პოპულარული პოლიტიკოსია საფრანგეთში. ამიტომ გასაგებია, ექსტრემიზმი გარკვეული დოზით პოპულარული ხდება დღევანდელ ევროპაში. საქართველოს სწორედ ამ ევროპის ნაწილია. ასეთი ამბები ჩვენს დაგვემართება ხოლმე ხანდახან, მაგრამ ეს ძალიან ნორმალურია. ჩემი ამოცანა არ არის მის ამომრჩეველს რამე დაუმტკიცო მათ შესახებ. ჩემი ამოცანა არის მის ამომრჩეველს ჩვენ შესახებ დაუმტკიცო, ჩვენი გზის ისტორია დაუმტკიცო და დავანახოთ, რომ საქართველოს ბედი, მომავალი, პროგრესი ჩვენს ქვეყანაში წარმატება არის იმ დასავლურ არჩევანში, თანასწორობაში, ყველას თანასწორობაში ქვეყანაში, ყველა მოქალაქის მიმართ ერთგვაროვან, სამართლიან, თანასწორ დამოკიდებულებაში, რასაც ის პოლიტიკური ძალა მისდევს, მიყვება სისტემურად, რომელსაც მე წარმოვადგენ, გნებავთ პარტიულად და გნებავთ კოალიციურად. აი 40%-ზე მეტი რომ აიღო ამ კონკრეტულ, ვთქვათ, რაიონში ამ პარტია, ხო, ამ კონკრეტულმა კანდიდატმა, უბრალოდ ვისუგანს პატრიოტთა ალიანსია. თქვენ ფიქრობთ, რომ შეძლებთ ერთი წლის განმავლობაში, ვიდრე მოვა საპარლამენტო არჩევნები, მათ ამორჩეველს აუხსნათ ის, რასაც ახლა ჩვენ არა, ჩვენ შევძლებთ, კი, მე ვფიქრობ, რომ მათი ამორჩეველის მნიშვნელოვან ნაწილსაც გავაგებინებთ ამას, მაგრამ უფრო მეტი და უფრო მნიშვნელოვანი მთავარი გაკვეთილი, რომელიც მე პირადად ამ არჩევნებიდან ვისწავლე, არ არის ის, რამდენი ადამიანია მისახმა. მთავარი გაკვეთილი არის ის, რამდენი ადამიანი არ მოვიდა არჩევნებზე, რომლებიც იყვნენ ჩვენი ამორჩევლები. ჩვენ იმათთან გვაქვს პირველ რიგში კომუნიკაცია გასაძლიერებელი, უფრო მეტი სიცხადე შესატანი, ყველაფერი იმაში, რასაც საქართველოს ხელისუფლება დღეს აკეთებს, იმიტომ რომ როგორც წესი პესიმიზმის, ნიჰილიზმის ნებისმიერი ასეთი კატეგორიის სიტყვა შეგვიძლია ახლა გამოვიყენოთ, თავარი მკვებავი არის გაუცხოება ხელისუფლებასთან იმ ენთუზიასტი ადამიანების, რომლებიც გუშინ მზად იყვნენ, რომ ამ ცვლილებისთვის თავიც კი გაეწერათ. აი ეს არის მთავარი პრობლემა. ამიტომ ჩვენ ამაზე გვაქვს პასუხი გასაცემი, ეს ადამიანები ყავს დასაბრუნებელი საარჩევნო უბნებთან. და მაშინ პროცენტებიც განსხვავებული იქნება და ბევრი რამე იყო, მათ შორის არასწორი მოლოდინებიც იყო, ხო? ამიტომ ამის ანალიზია საჭირო, რა პროცენტით ითამაშა როლი იმაში, რომ მაგალითად ადამიანები, რომლებმაც მე მომცეს ხმა, პირველად საქართველოში მოხდა, რომ საგარეჯო მოიგო ოპოზიციონერმა კანდიდატმა, რატომ დარჩნენ სახლში ამ არჩევნებზე. ხავდონთინე მხოლოდ არასწორი მოლოდინები და არასწორი დაპირებები. არა, მათ შორის თქო. ანუ ეს უნდა გავიგოთ
ჩვენს მიერ ვერ შესრულებული დაპირების დოზა რამდენი იყო, არასწორად გაგებული დაპირების რამდენი იყო და ჩვენს მიერ გაცემული არასწორი დაპირება რამდენი იყო. ისევ როგორც ბევრი სხვა ფაქტორი, რომელიც ამ გზაზე. თქვენ ეხლა რაღაცას ეს არის მთავარი ანალიზის საფუძველი ჩემთვის და მთავარი გაკვეთილი ამ არჩევნებიდან. თუმცა როგორც ჩანს, გუნდის შიგნითაც სულ ისმება ეს კითხვა, რომ ეს სამუშაოა სავარაუდოდ თქვენი მხრიდან, არ ვიცი ეს ადამიანები მოხდებიან თუ რა კიდევ თქვენ გუნდში, თუმცა აი მაგალითად კვლავ მეჭიაური იმ ხალხს მემიჯნები, ვინც პატრიოტთა ალიანსს მიუღებელ ძალად მიიჩნევს. ანუ თქვენ გემიჯნებათ. გამემიჯნებს. სავარაუდოდ რა პროცენტია გუნდში ასეთი მოსაზრებების მქონე არ არის დეპუტატები? სწორი ჩემგან ამაზე საუბარი, მეჭეორის გადასაწყვეტი და არჩევანია, ვის გაემიჯნება, მე ამასთან პრობლემა არ. ის გამიჯნული დარჩება შესაბამისად მომავალ არჩევნებში გუნდისგან, თქვენ როგორ ფიქრობთ? ის თავად გადაწყვეტს გაემიჯნება თუ დარჩება გუნდში და როგორც ჩანს გადაწყვეტილი აქვს რომ გაემიჯნოს გუნდს. მის გადაწყვეტილებაზე თუ პარტიული გადახედვა არ ვიცი, არ არის ჩემი პარტიის წევრი, ამიტომ მისი პარტიის გადასაწყვეტია ასეთი განცხადებების შემდეგ რა არჩევანს გააკეთებს ივანიშვილის პარტიის წევრია. ივანიშვილი არ არის იმ პარტიის თავმჯდომარე. ესე იგი, მისი შექმნილი პარტია ვიგულისხმეთ, თუმცა კი ბატონო, აი ერთ კითხვას გადავსვა ამ თემასთან დაკავშირებით, ინაშვილის მოთხოვნა ერთ-ერთი არის ის, რომ საარჩევნო აგიტაცია პროპაგანდა აეგრძალოს რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ მინისტრებს, ყველას ვინც ხელფას ბიუჯეტიდან იღებს და რაიმე ტიპის თქვათ კავშირი შეიძლება კონდეს. გასაგებია, ეს არის კლასიკური მაგალითი იმისი, რომ სიტყვით ამაზე თქვენც გაწუხებდათ ხოლმე თემის დროზე ეს თემა. არასოდეს ქალბატონო, ეს არის ყალბი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას. სხვა რამეა. დიდი ბოდიშით, მე ადმინისტრაციული რესურსი არა ვარ. მე პოლიტიკური თანამდებობის პირი ვარ, პოლიტიკურად პარტიული ნიშნით დანიშნული. არა, კანონი რო არ დამირღვევია, ეს არ არის საინტერესო. კანონი არ დამირღვევია, გასაგებია. მე ფილოსოფია არ დამირღვევია არჩევნების. და ის რასაც ის ამბობს, არის კლასიკა იმისი, რომ ბოდიშს ვიხდი, აზრზე არა ვართ არჩევნების. მე დავით სერგენკო, ანუ ვისაც ის ყველაზე ხშირად ახსენებს, გიგლა აგულაშვილი, პრემიერ-მინისტრი. ნებისმიერი მინისტრი, რომელიც არჩევნების დროს გნებავთ მარტვილში და გნებავთ საგარეჯოში ჩავიდა. ჩვენ ყველანი ვართ პოლიტიკური ნიშნით, პოლიტიკური პარტიებისადმი და მმართველი პოლიტიკური კოალიციისადმი კუთვნილების ნიშნით დანიშნული ამ თანამდებობებს. დიახ, კი ვადასტურებ, რომ ჩვენ გვაქვს ინტერესი ნებისმიერ არჩევნებში კანდიდატის გამარჯვების. რა თქმა უნდა, გვაქვს ინტერესი. იმიტომ რომ იმ პოლიტიკურ ძალას ვეკუთვნით, რომელიც ასახელებს კანდიდატს არჩევნებში და გვაქვს ინტერესი რომ ამ კანდიდატმა მოიგოს. უფრო მეტიც 2016 წლის საარჩევნო კამპანია რო დაიწყება, ჩვენ თავად ვიქნებით მინისტრები და კანდიდატები. და ეხლა რა უნდა ვქნათ? როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? არ უნდა მივიღოთ საარჩევნო პროცესში მონაწილეობა და რა უნდა ვთქვათ? რომ იცით მე ყველას მინისტრი ვარ. როდესაც მინისტრზე დაკისრებულ მოვალეობებს ვასრულებ. ყველას მინისტრი ვარ. თუ სადმე რომელიმე ასპექტში ჩემი საქმიანობის თქვენ დაინახავთ, რომ მე პარტიული ნიშნით ვიღებ გადაწყვეტილებებს ჩემი მინისტრის პორტფელით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულების, რა თქმა უნდა, უნდა მოითხოვოთ ჩემი გადადგომა და უნდა იბრძოლოთ იმისთვის, რომ მე გადავდგე. მაგრამ, როდესაც არჩევნო კამპანია მიმდინარეობს, მე თუ არ დაუჭერ მხარს ჩემი კოალიციის კანდიდატს არჩევნებზე, ეს ნიშნავს, რომ ფუნდამენტური პრობლემა აქვს ასეთ კოალიციას და ფუნდამენტურად რაღაცა ვერ არის წესრიგში ამ კოალიციაში. არასოდეს ჩემი პოლიტიკური ცხოვრების ან მანამდე არასამთავრობოული ცხოვრების პერიოდში მე არ მithქვამს მინისტრების შესახებ არც ერთი სიტყვა გარდა იმ 2 წლისა, როდესაც კანონით ჰქონდათ მინისტრებს ეს აკრძალული. როდესაც კანონით ჰქონდათ სულელურად არასწორად, მაგრამ კანონში ეწერა რომ ეკრძალებოდათ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვამბობდით, რომ ისინი კანონს არ ღვევდნენ. მაგრამ ზუსტად ამიტომ შეიცვალა ის კანონიც და მათ შორის ჩვენი მოთხოვნაც იყო იმ კანონის შეცვლა, რომ ეს აბსურდია. რას ნიშნავს პოლიტიკური თანამდებობის პირს, რომ არ კონდეს უფლება არჩევნებში მოწვევას? აბა ვინა ვარ მე? ვის წარმოვადგენ? ვის ნდობას ვიღებ პარლამენტში? ან ვის იმედად ვარ ხვალ რომ მივალ პარლამენტში? რომ ჩემს შეთავაზებულ წინადადებებს ბიუჯეტის გაზდას მოვითხოვ თუ სამხედრო პირადი შემადგენლობის რაოდენობის გაზდას თუ შემცირებას თუ კონტინგენტის გაგზავნას რომელიმე სამშვიდობო ოპერაციაში ვისთან მივდივარ პარლამენტში? იმ ადამიანებთან, რომლებიც არჩევნების დროსაც ვთქვი, რომ უი არა, იცით რა, ეხლა მე თქვენ მხარს ვერ დაგიჭერთ? აბსურდი. ეს ნიშნავს, რომ აზრზე არა ვართ, საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ და მე ხამ ცირკში მონაწილეობას ვერ მივიღებ, ბოდიშს ვიხდი, როგორც არ უნდა დამაშანტაჟოს იმ ადამიანმა საკუთარი ჯანმრთელობით. და ქალბატონ თინა, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ თქვით, არც საარჩევნო ფილოსოფია დაგირღვევიათ, არც ადმინისტრაციული რესურსი ბრძანდებით თქვენ.
თუმცა ხართ საკმაოდ ძიმეწონიანი პოლიტიკური რესურსი და არა ადმინისტრაციული რესურსი. კი ბატონო, თქვენ საკმაოდ ძიმეწონიანი რესურსი ხართ საკუთარი კოალიციის, ამაზეა საუბარი, ხომ? მაინც ხომ არ ნანობთ დღეს რა კი ღია შედეგი დადგა იქ მისვლას. რა თქმა უნდა არ ვნანობ, არც ერთი წამით არ ვნანობ, ჯერ ეს ერთი, იმიტომ რომ ის ჩემი ოლქი იყო. ანუ კიდე ყველაფერთან ერთად ჩემ შემთხვევაში. ეს ჩემი ოლქი იყო, ოლქი, რომელმაც მე დამიჭირა მხარი ომში. 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნები ეს იყო ომი, ჩვეულებრივი ომი იყო იარაღის გარეშე. ვალდებული ვიყავი, არა თუ ვნანობ რომ მივედი. ნანობ იმას, რომ ბევრი ვიზიტი მომიწია და იმდენჯერ ვერ მივედი, რამდენჯერაც იმსახურებდა ის ადამიანები, ვინც მე ხმა მომცა გუშინ, რომ მივსულიყავი და თავად მეთქვა, რომ ყველაფერი ისთვისაც მე მიჭერდით მხარს, დღეს აი ამ ადამიანში არის გამოხატული. ამას უფრო მეტად ვნანობ, იმიტომ რომ ნუ სამწუხაროდ არსებობს თუ საბედნიეროდ სხვა ვალდებულებები, რომელიც მე შემთხვევაში გამოსავალი ამ სიტუაციაში ის არის სწორედ რაც არის. ეს არის პოლიტიკური პროცესი, რომელიც მონაწილეც არის ყველა პოლიტიკური ფიგურა, იმის მიუხედავად, ვინც სად რომელ იმაზე რა ქვია, ბორდიულზე ისტერიკას მოაწყობს ხვალ. ეს არის პოლიტიკური პროცესი და დედამიწაზე ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში პოლიტიკური თანამდებობის პირები საარჩევნო კამპანიის სუბიექტები არიან და საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობენ. დღეს ასე გადაწყვიტა ქართულმა მომრჩეველმა, რომ ეს პოლიტიკური ძიმეწონიანი თუ მსუბუქწონიანი ამას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ეს ადამიანები უნდა იყვნენ ქვეყნის მართვაში. ჩვენი ინტერესია, იმიტომ რომ გონია რომ ყველაზე სწორი პოლიტიკა დღეს სწორედ ქართულ ოცნებას აქვს, კიდევ დარჩვეთ ამ ქვეყნის ხელისუფლებაში 16 წლის შემდეგ 4 წლის განმავლობაში. ქართულმა მომრჩეველმა კიდევ ერთხელ გამოგვიცხადოს უდობა და თქვას რომ ეს არის სწორი გზა, რომლითაც გვინდა რომ ჩვენი ქვეყანა განვითარდეთ. და რა თქმა უნდა, საარჩევნო კამპანია როგორც კი გაიხსნება, ჩვენ ყველანი ისედაც ვიქნებით ამ პროცესის თანამონაწილე. როდესაც ქართული ხალხი სხვაგვარად გადაწყვეტს და სხვა მინისტრები იქნებიან საქართველოში. აი სხვა მინისტრები მე იმ სხვა პოლიტიკური ძალის მხარდასაჭერად მიიღებენ მონაწილეობას საარჩევნო პროცესში. ერთადერთი რაც არ უნდა დაუშვათ, არავინ ერთად. ეს არის დიახ, სწორედ ადმინისტრაციული რესურსის არასწორი გამოყენება. ან პარტიული ნიშნით გამოყენება. და ადმინისტრაციული რესურსის პარტიული ნიშნით გამოყენება იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ კი, არ ვიცი, მაგალითად, ჩემი სამინისტროს მანქანები საარჩევნო უბნებზე ირბენდნენ, ან სოფლებში ირბენდნენ იმის დროს, რა ქვია, საარჩევნო კამპანიის დროს და ხალხს მოუწოდებდნენ არჩევნებზე გამოსასვლელად და ესეთი მაგალითები ხა მილიონი შემიძლია გითხრათ, სად არის და რა ითვლება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად. სხვათა შორის, ჩვენს კანდიდატს არც ერთი დღე და არც ერთი წამი არც მის მხარდამჭერ მინისტრებს ან პოლიტიკური თანამდებობის პირებს, დეპუტატებს თუ მინისტრებს არც ერთი წამით ციმციმებიანი სახელმწიფო ნომრებიანი მანქანებით იქ არ ურბენიათ. განსხვავებით იმ კანდიდატისგან, რომელიც ახლა ჩემი თმებით გამოთრევას გეგმავს თავდაცვის სამინისტროდან. რომელიც დადიოდა სახელმწიფო ნომრებიანი მანქანით, ციმციმებით და რატომ დადიოდა იცით? დაყოლოდა ვინ შეგვიძლია განვარტოთ უფრო მეტი? ბატონო? უფრო დეტალურად. თვითონ დადიოდა ასეთი მანქანი და დაყოლოდა დაცვის მანქანა მეორე. საკუთარი დაცვის მანქანა. კი, საკუთარი დაცვის მანქანა. თქვენს რო დაცვის სამსახურებს პირიქით თქვენი ხელისუფლების რომელიღაც შტო ეხმარებოდა? ასე შტაბიშტილება დამრჩა თითქოს. საკუთარი მანქანით, რომელსაც სახელმწიფო ნომრები აქვს, იმიტომ რომ ის რაღაცა დაცვის პროგრამაშია. ცნობილი ამბების გამო. და იცით რატო აკეთებდა ამას? მას არაფერში არ ჭირდებოდა ხა საგარეჯოში სოფელ კაკაბეთში რომ მიდიხარ, არაფერში არ ჭირდება ციმციმებიანი მანქანით სიარული. მაგრამ ეს მისთვის იყო აი მაურის შექმნა, რომლის შექმნასაც ცდილობდა მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, რომ სინამდვილეში ის იყო სახელისუფლებო კანდიდატი. მას უჭერდა მხარს დღევანდელი პრემიერიც და ყოფილი პრემიერიც. აი ბატონო ნიშანი ამის. აი ეს იყო მისი პრობლემა, მისი მთავარი შეცდომა, ასევე მისი მთავარი დღევანდელი ისტერიის მიზეზიც. ნუ კონკრეტულად ჩემთვის გასაგებია ხელისუფლება თუ კი თქვენ ამ თემაზე საუბრობთ ხელისუფლებაში შეგნით არაპირებს ამ პოლიტიკურ ძალასთან რაიმე ტიპის დათმობაზე წასვლას მიუხედავად ჩიმშილობის აქციისა. მაგალითად ისინი თხოვენ სპეცუბნების თემაზე საუბრის დაწყებას იგივე ამაზე ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ. სპეცუბნების თემა არის ჩემთვის პირადად ზუსტად ისეთივე პრინციპული დღეს როგორც იყო გუშინ, ოღონდ ეს ძალიან სერიოზული თემაა. ამას ქუჩაში წამოწოლილი ადამიანები ვერ გადაწყვეტენ იმითი, რომ დაგაშანტაჟო. ამას ჭირდება ძალიან სერიოზული დაფიქრება და გადაწყვეტილებების მიღება, პოლიტიკური კონსენსუსი. რას ნიშნავს, რომ არ უნდა გქონდეს ჯარისკაც ხმისუფლება? ეს რას ნიშნავს საერთოდ? რა ლოგიკაა, რა ტიპის დისკუსიაა და როგორ შეიძლება ამაზე რომ ვილაპარაკოთ? ტყუილია. იცით რამდენი ტყუილია ამ დისკუსიაში? ტყუილია ის, რომ სპეცუბანში არ შეიძლება ჯარისკაცმა სამხედრო მოსამსახურემ მისცეს ხმა, იმიტომ რომ თურმე ის ცხოვრობს ზესტაფონში მაგალითად და ამიტომ საგარეჯოში მაჟორიტარს რატომ უნდა ირჩევდეს?
ეს ადამიანი მინიმუმ 4 წლიანი კონტრაქტით იმყოფება იქ, სადაც იმყოფება. გუშინ ხმა მისცეს მაგალითად სამხედრო მოსამსახურეებმა ზოგმა თამარხიდაშელს და ზოგმა ქალბატონს რომ 1 წლით, იმიტომ რომ ეს იყო მოგეხსენებათ გამოტოვებული მანდატი და მხოლოდ 1 წელი იქნებიან ესენი დეპუტატები. იქნებოდა ერთ-ერთი მათგანი დეპუტატი. მაშინ როდესაც კიდევ შემდეგი 3 წელი იქნებიან ის სამხედრო მოსამსახურეები იქ და შესაბამისად 2016 წელს რომ არჩევნები იქნება, მაშინაც ეს ადამიანები, იგივე ადამიანები იქნებიან იქ დისლოცირებული. ეხლა კითხვა არის ძალიან მარტივი. რა უფრო სწორია? რომ ამ ადამიანმა ხმა მისცეს იქ, სადაც შემდეგი 4 წელი უნდა იცხოვროს, სადაც არის ბაზირებული, სადაც არის მისი ინტერესები დასაცავი, იმ მაჟორიტარს თუ ხმა მისცეს თავისი წარმოშობის ადგილის მიხედვით მაჟორიტარს, სადაც შემდეგი 4 წლის განმავლობაში შეიძლება სულ 3 შაბათ-კვირა გაათენოს. მარტივი კითხვაა, ხო? გადაწყვეტილება ერთად უნდა მივიღოთ ყველა პოლიტიკურმა ძალამ, იმიტომ რომ ეს არ არის კიდევ ერთხელ ვამბობ, ქუჩაში დავდგები ახლა ვიღაცას დავაშანტაჟებ და საუბრისდაწყება ყოველ შემთხვევაში ამ თემას შესაძლებელია. ძალიან დიდი ხანია დაწყებული, ოღონ ამ ფორმით არა. ამ თემაზე კონცეფციებია დაწერილი. ჩვენ პირადად უამრავი შეთავაზება გვაქვს თავის დროზე, როცა ოპოზიციაში ვიყავით გაკეთებული ამ მიმართულებით. მაგრამ ეს კონსენსუსი არ არის და ამ კონსენსუსს სჭირდება შედგომა. და ეს თემა ბევრწახნაგიანია და შეგვიძლია ნებისმიერ ასპექტზე ვისაუბროთ ამ თემის. ოღონდ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ არის ფორმატი და ეს არ არის შეთავაზება, რომელშიც სერიოზული დისკუსია შეიძლება საერთოდ ვინმე რამეზე ვინმესთან აწარმოოს. და კიდევ ერთი თემა, რომელთან დაკავშირებითაც მინდა კითხოთ ამ სტუდიაში ბოლო 3 კვირა ერჩევა ერთადერთი საკითხი მედიის თემა, რუსთავი 2-ის თემა. ბევრი მომხრე რუსთავი 2-ის, ვინც ამ პროცესში აღამებდა და ათენებდა ამ ტელეკომპანიასთან, მიიჩნევს, რომ აი ამ ბოლო გადაწყვეტილებით, რაც კვლავ მოსამართლე ურთმელიძეს ეკუთვნის, სახელმწიფო ხელისუფლებამ წააგო რუსთავი 2-თან. თქვენ როგორ აღიქვამთ აი ამ კონტექსტს? რა გადაწყვეტილება მიიღო ურთმელიძემ? როდესაც მდვალი გავიდა ზოგადად ამ თამაშიდან მთლიანად თუ გაიყვანა და როდესაც დაბრუნდა და აღადგინა ადგილზე ძველი მენეჯმენტი, იგივე ნიკა გვარამი. ხო, და ეს ხელისუფლებამ წააგო რას ნიშნავს? ანუ გუშინ წინ ურთმელიძე მონა იყო ხელისუფლების, რომელიც ყველაფერს აკეთებდა და უცებ მერე ამ არტახებისგან განთავისუფლდა და ეს გადაწყვეტილება მიიღო და ამითი ხელისუფლება არა, მათი კონტექსტი ასეთია. მათი ხელისუფლება მიხვდა საკუთარ დანაშაულს და შეცდომას და მერე მონა ურთმელიძეს სხვა მონური გადაწყვეტილება მიაღებინა, იმიტომ რომ გვარამია გამოსულიყო და ეთქვა რომ ხელისუფლება დამამარცხეთ. არ შემიძლია ხა ამ დისკუსიაში ვერ შევყვები ბატონ გვარამიას. იმიტომ რომ ნებისმიერი წეანდება, რომელსაც ჩვენ მისგან ვისმენთ, ნებისმიერი წეანდება, ეს არის გულწრფელი. ეს ვიცი ზუსტად, რომ ის არის გულწრფელი ყველაფერს შესწამობს. იმიტომ რომ თვითონ ხო ესე მოიქცეოდა და მას ხო ვერ წარმოუდგენია, რომ სხვანაირად იქცეოდნენ ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები. ამიტომ მისი დისკურსი არ არის ჩემთვის საინტერესო. მე ვიცი ერთადერთი რამე, რომ ის არის აბსოლუტურად გულწრფელი და ლაპარაკობს იმ თვალებიდან, იმ რწმენიდან, შინაგანი რწმენიდან, იმ მოსაზრებებიდან, რომლითაც ის თავად მოქმედებდა როცა იყო ხელისუფლებაში და იმოქმედებდა დღესაც რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში. გასაგებია ეს ერთ კონკრეტულ ადამიანზე საუბარი, მაგრამ სხვა ჩვენ არც პატრონის ხმა გვესმის იქიდან და არც ვინმე სხვისი. პატრონებმაც თქვეს ხო იმის მერე რაც დახევარმა და დამიწა მიკითხა რომ ამ ტელევიზიას მინიშნებები სულ კეთდება აი ამ ხმაურის ფონზე თქვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდანაც და აი ამიტომ მაინც გასაგებია მესმის ჩვენ საერთაშორისო პარტნიორები ერთგული საქართველოს ერთგული პარტნიორები ყავს რომელთანაც ჩვენ ურთიერთობას ვაგრძელებთ და გვაქვს ფანტასტიკური ურთიერთობები სხვა მხრივ ვისაც დღესაც ჯერათ რომ ვანო მერაბიშვილი არის პოლიტპატიმარი შეიძლება და ეს აბსოლუტურად არაფერს არ ნიშნავს პირადად ჩემთვის ადამიანისთვის, რომელიც ბევრი წლის განმავლობაში ერთადერთი რამით ვიყავი დაკავებული, რომ როგორც იურის დამემტკიცებინა დანაშაულზე, რომელსაც ეს კაცი ჩადიოდა. და რომლის შესახებაც სტრასბურგის სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება და პირდაპირ ჩაწერა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გრძელისია, გახსოვთ, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სამართალი არ დადგმულიყო, რამდგარიყო საქმეზე. ამიტომ ახლა გავიგე, გასაგებია მესმის ვიღებ გავატარეთ. იმიტომ რომ საქართველოს აქვს გაცილებით უფრო მაღალი ხარისხის საფრთხეები, უფრო მაღალი ხარისხის გამოწვევები, უფრო მეტი ინტერესები, ვიდრე ის რომ ჩვენ მუდმივად ამ დისკუსიაში ვხარჯოთ დრო ჩვენს პარტნიორებთან, საქართველოს გულშემატკივრებთან, არის თუ არა ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმარი, ან არის თუ არა რუსთავი 2 მოპარული ქონება. ამ დისკუსიაში აღარ შევდივართ არავისთან. გავიარეთ. გაკეთეთ და განცხადება. გავიარეთ. თქვენი ექსპერტიზა თუ წაიკითხეთ ეს განჩინებები. არა, არ წამიკითხავს. ბოლო არ წამიკითხავს. გაგჩენიათ კითხვის ნიშნები. ბოლო არ წამიკითხავს, არ ვიცი. ბოლოს წინ. ბოლოს წინ წავიკითხე.
და მე გამართულია. მთავარი პრობლემა რომ დიახ, მე შემიძლია სრული პასუხისმგებლობით როგორც იურისტმა ვთქვა, რომ მოსამართლე ურთმენიძემ ისევე როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს კანონი არც ერთს არ დაურღვევია. ამასობაში, ანუ რაც წერია იმ განჩინებაში, იქ არაფერი პრობლემური კანონისთვის არ არის. ამასობაში ორივემ დაარღვია სხვა რამე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია და ყველა ვინც ამბობს მე არ ვამბობ. ყველა ვინც ამბობს, რომ მოსამართლე ურთმენიძე არის ზონდერი, სულ მაქვს მოლოდინი, რომ იმავდროულად იტყვის, რომ საკონსტიტუციო სამართლოს ის შემადგენლობაც არის ზონდერი. იმიტომ რომ ზუსტად ერთი და იგივე გააკეთა ორივე. და უფრო უარესი გააკეთა საკონსტიტუციო სასამართლომ, რომელმაც პარლამენტს, როგორც მხარეს, საერთოდ არც კი გააგებინა, ისე გამოიტანა ის ცნობილი გადაწყვეტილება. ამიტომ თუ გვაქვს პრეტენზია, ეს უკვე იმ ნაწილსახება საზოგადოების, რომელიც ნუ აი შოკში ჩავარდა მოსამართლე ზონდერი მოსამართლე ურთმენიძის გადაწყვეტილებით, რომ მოგისმინო, შენი ლეგიტიმურობა დავიჯერო, გამოყვე და ხვალ ბარიკადებზე რო დამიძახებ საომრად, შენთან ერთად დავდგე იმ ომში. მაშინ უნდა შემიქნა იმის განცდა, რომ ოდნავ მაინც გაქვს სამართლიანობის გრძნობა და ერთხელ მაინც შენ ცხოვრებაში შეგიძლია ბოლომდე თქვა სიმართლე. მე აქ მარტივი ტესტი ჩავატარე ამ ბოლო კვირების განმავლობაში. ისევ წინა თემას რო დაუბრუნდით, იმიტომ რომ ეს უკეთესად ვიცი. რამდენი რამე მოვისმინეთ სამხედროებზე, ჯარზე როგორც ასეთზე, სამხედრო ხელმძღვანელობაზე, თავდაცვის მინისტრზე, საქართველოს მთავრობაზე, რომ ჩვენ თურმე მოვიპარეთ ჯარისკაცების ხმები, იმით რომ მივეცით უფლება ადამიანებს, რომლებიც არ უნდა ყოფილიყვნენ იქ, არ იყვნენ იქ, სპეცუბანი შევქმნით ტყუილად, ხელოვნურად არარსებული მონაცემებით, არარსებული მოცემულობით და აი მე მოკლედ ეს ხმები გამოვიყენეთ. ეს გვესმოდა სულ. სხვა ამბებს რომ თავი დავანებოთ. არც ერთი სულ ველოდებოდი, იმიტომ რომ მეც ვიყავი იმ როლში. უფრო დიდი ხანი ჩემი ცხოვრების იმ როლში ვიყავი, ვიდრე ამ როლში, რა როლშიც ახლა ვარ. ერთ შემთხვევას ვერ გამახსენებთ. ერთ შემთხვევას ვერც ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ვერ გამახსენებს, რომ შემშინებოდა, რომ ვაიმე ეხლა არ დამაბრალონ რამე. იცით თავარი პრობლემა რა არის? ვერც ერთმა ვერ გაბედა. ვერც ერთმა იმ სამი მთავარი სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან, რომელიც ქართულ ორგანიზაციებს გულისხმობ, რომლებიც აკვირებიან და ჩვენს რომ ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ეთქვა, რომ სპეცუბანი შეიქმნა კანონის სრული დაცვით, რომ იქ სამხედროები უკვე 2 წელია იმყოფებიან და არაფერი კავშირი ამას არჩევნებთან, ხიდაშელთან, გამონთავისუფლებულ მანდატთან არ აქვს. ეს რომ ვერ თქვა. იმიტომ რომ ეშინიათ. ეს კომპლექსი აქვს, რომ ვაიმე, ვინმე არ დააბრალოს, რომ ხელისუფლებას მხარს უჭერეს. საიას მათ შორის და განსაკუთრებით იმიტომ რომ თინახიდაშელს ეხებოდა. საიასაც მათ შორის აქვს კომპლექსი, რომ მას არ დააბრალონ, რომ აი თინახიდაშელის და თამარიც თავად საიას თავმჯდომარე იყო მანამდე, თავმჯდომარეობის ანუ ამ ორგანიზაციასთან ძველი კავშირის გამო ისინი არიან მიკერძობილ და ეს არის მთავარი პრობლემა, იმიტომ რომ ხვალ მე მეწოდინება და ეს სულ მომახსოვრება, რომ შენ ეს ვერ გაბედე. ამიტომ მე რაც უნდა თქვა, ეს არის იცით აი ეს პოზა, რომ ნუ ეხლა რაც თქვი ხო სიმართლე იყო, კი, რაც დაწერეს იმაში დასკვნებში, ყველაფერს ხელს ვაწერ. იქ რამე არაფერი არ დაუწერიათ, რომ ან გააყალბდა ან რამე იმ ისტერიკიდან რაც გვესმის, მაგრამ სადაც ყველაზე კრიტიკული საკითხი იყო, სადაც საქმე ეხებოდა ქართული ჯარის პრესტიჟს, აქ არჩევნებში არ იყო საქმე. აქ საქმე იმაში იყო, რომ ჩვენ ჯარი ან გამოვიყენეთ ისევ პოლიტიკური მიზნებისთვის, ან არა. მეტგაცრუებული ხართ სამ. კი, ძალიან მეტგაცრუებული ვარ, იმიტომ რომ ამას ნამდვილად არ ველოდებოდი. მე მქონდა მოლოდინი, რომ ერთ-ერთ მათგანს მაინც იყოფოდა გამბედაობა და ღიად იტყოდა ნათლად ინტერპრეტაციის გარეშე, შესაძლებლობის გარეშე, რომ ეს ტყუილი იყო. და ეს ჩვენ ვერ მოვისმინეთ და ამიტომ ზუსტად იგივე ჭერთ რომ თავიანთან დაკავშირებით ძალიან მარტივია, კარგია, კომფორტულია, პოპულარულია, იდგე და იძახო რომ სიტყვის თავისუფლების მხარეს ხარ. ჩემზე მეტად სიტყვის თავისუფლების მხარეს არავინ არ არის საქართველოში. ან თანაბრად ვართ მე და თქვენ სიტყვის თავისუფლების მხარეს. იმიტომ რომ გრძელი რეკორდი მაქვს, გრძელი ისტორია მაქვს ამ სიტყვის თავისუფლებისთვის, განსაკუთრებით რუსთავი ორისთვის ბრძოლის. არაფერ შუაში სიტყვის თავისუფლება არ არის. და ხალბატონ თინო ბოლო შეკითხვა. თქვენ ხელმძღვანელობდით კომისიას პარლამენტში. აი ზუსტად მაგიტომ ვიცი რომ არაფერ შუაში არ არის სიტყვის თავისუფლება. პროცესი სწორად მიდის აიქიდან გამომდინარე. თქვენ იცნობთ ამ საკუთრების თემას. არ მიდის სწორად, იმიტომ რომ ჩემ ხელში რომ ყოფილიყო ბერკეტი, გარდა ჩემ მე დასკვნაში ყველაფერი დავწერე. რა იქნებოდა სწორი პროცესი.
იქ ყველაფერი წერია. წერია რა, რომ შეგვახსენოთ მე აქ მაქვს თქვენი დასკვნა. კი, იქ ყველაფერი წერია, იქ მთელი პროცესი წერია, იქ წერია როგორ მოიპარეს რუსთავი 2 ერთხელ, როგორ მოიპარეს მეორედ, როგორ მოიპარეს მესამედ, როგორ მოიპარეს ტევე საქართველო, შემდეგ იმავე რუსთავი 2-ის ახალმა მესაკუთრებმა როგორ მოიპარეს მეორედ ტევე საქართველო, იქ ყველაფერი წერია, თავდაცვის მინისტრების ცვლის პარალელურად როგორ იცვლებოდა ვითარებები და შესაბამისად მეორე ნაწილიც როგორ უწყობდა ხელისუფლება უკვე დამონებულ და აღარ არსებულ რუსთავი 2-ს, ანუ ქართველი ხალხის ფლაგმან რუსთავი 2-ს ხელს იმ გადასახადების პატიებით მრავალმილიონიანი კონტრაქტებით ასე. დვალი აქიმიძე. ჩემთვის დვალი და აქიმიძე არიან რუსთავი 2-ის ლეგიტიმური პატრონები. სანამ რამე სხვა ქაღალდი არ მინახავს, მე ამაში ვერავინ ვერ გადამარწმუნებს. მაგრამ ეს ჩემი საქმე არ არის, ეს დვალის და აქიმიძის საქმეა. დიახ, მე ვიზიარებ იმ კრიტიკასაც, რომელიც ამბობს, რომ რატო თავის დროზე არ იბრძოლეს. ვეთანხმები ამ კრიტიკას. იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ვიცი რატოც ვერ იბრძოლეს და რატოც აზრი არ ქონდა სინამდვილეში იბრძოლოს, არ ვიზიარებ. მაინც უნდა იბრძოლო, როდესაც ასეთ ტელევიზიას, ასეთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ამბავს გართმევენ. მაინც უნდა იბრძოლო. მაგრამ ეხლა მე ვერ მოთხოვ ყველას, რომ იყავი გმირი და გავარდი ბრძოლის ველზე. ხო, ეს არ არის ჩემი საქმე. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ არ ვფიქრობ, რომ პროცესი სწორად წავიდა, ამ კონკრეტულ სასამართლო პროცესს არ გულისხმობ მე. აქ დიდი არჩევანი არც მოსამართლეს ჰქონდა და არც არავის. თქვენ რომ ყოფილიყავით მოსამართლე, რას იზავდით? სერიოზულად ვეტყვი, სუმინა ამ ადამიანებთან დავუჯდა ერთხელ და ვკითხო, რომ აი შენ რა ყოფილიყავი მოსამართლე, რას იზავდით? კი, ღამე გადაწყვეტილებას ჩუმად და ქურდულად ნამდვილად არ მივიღებდი. ღამე არ მიუღია, მე გაიყვა, დღის მიიღო, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს მაინც ჩუმად მიიღო. რა თქმა უნდა არ მივიღებდი. რა თქმა უნდა არც იმას არ ვიტყოდი, რომ დედა ჩემი ოჯახის წევრი არ არის მეთქი, მაგრამ ეს ხო არ ცვლის. არს. ფორმას მნიშვნელობა აქვს, უდავოდ. მაგრამ შინაარსი ამით ხო არ იცვლება. და როგორც კი იწყება გამოკიდება ფორმაზე, ეს ნიშნავს, რომ შინაარსთან პრობლემა გვაქვს. ეს ნიშნავს, რომ იმათაც ვისაც დღეს ტანსაცმელი აქვს შემოხეული, შინაარსთან პრობლემა აქვს. და ამიტომ ეკიდებიან აი ამ ამბებს. ფორმას ეკიდებ. კიდევ ხოლმე არ ვაყენებ ეჭქვას ფორმის მნიშვნელობას, ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ფორმა ქმნის ემოციას, განცდას, განწყობას, ის გიყალებებს. უდავოდ. მაგრამ შინაარს არ ცვლის ეს. რომ რუსთავი 2 მოიპარეს. ეს არის მრავალჯერ მოიპარეს. და იმ ადამიანებმა მოიპარეს, ვინც დღეს ტან შემოხეულებით განან რუსთავი 2-ის წინ. ზუსტად იმ ადამიანებმა მოიპარეს თავის დროზე. იმ ადამიანების ნებით, იმ ადამიანების ბრძანებით ზოგჯერ, იმ ადამიანების მხარდაჭერით, იმ ადამიანების მხრიდან არ უმოქმედობით, ანუ ვისაც უნდა გამოეძიებინა, რო არ გამოეძია და ასე შემდეგ, დიახ, ამ ადამიანებმა მოიპარეს. და ნიკა გვარამიანი თავის ცნობილ პირდაპირ ეთერში არასოდეს არ დამავიწყდება მე ეს, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე მთავარი განმასხვავებელი ჩვენ შორის. წიხლებით, დუბინკებით, გაზით, რო გცემდნენ ქუჩაში. მაშინაც კი, იმ ღამესაც კი არ მithქვამს. არც მე და არც ჩემს მეგობრებს. რომ ევროკავშირო ნატო დაივიწყე საქართველოს. მან იკადრა და ეს თქვა. მან თქვა იმ ეთერში რა ვიზა ლიბერალიზირებული საქართველოს. ეს არის ფრაზა, რომელსაც მე მას არასოდეს არ მოპატიებ. იმიტომ რომ ეს არის საკუთარი ქვეყნის მომავლის წინააღმდეგ ბრძოლა. ეს არაფრის დაცვა არ არის. არც სიტყვის თავისუფლების დაცვა არ არის და არც რაიმე კეთილშობილური ბიზნის დაცვა არ არის. ეს არის საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა, როდესაც ასეთ რამეს იტყვი აი იმ ტრაგიკომედიაში, რომელიც მან იმ ღამეს დაგვიდგა და იქ ისხდა ის ხალხი, რომელიც მას ტაშს უკრავდა და არავის ამაზე ყურადღება არ გამომახვილებდა, მის შენიშვნა არ მიუწია. ამიტომ ეს რაღაცები მნიშვნელოვანია, თუ ფორმებს ვეკიდებით, თუ ყველა დეტალი გვაინტერესებს. ჩვენც გვაინტერესებს. მეც მაინტერესებს, როგორც საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც მათზე, ბევრ მათგანზე გრძელი ისტორია მაქვს ქუჩაში ბრძოლის სიტყვის თავისუფლებისთვის. მადლობა თინე ხიდაშვილს, რომელიც პასუხობდა როიანის შეკითხვებს. ჩვენ დავბრუნდებით რეკლამის შემდეგ თბილისის ბიუჯეტის თემით, რომელიც გაიზარდა. ვნახოთ რა პარამეტრებით. დროებით.